რაღაც პერიოდებში ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ საზოგადოებაში ტაბუდადებული იყო ეს. ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე ვისაუბროთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე დავფიქრდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ საზოგადოებას საღად მივაწოდოთ თითქოს მარტივია ანბანური ჭეშმარიტებები. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბავშვებს აქვთ სიმყარის მიმართ, მშობლის სიმყარის მიმართ რაც განსაკუთრებული მოწყვლადობა. როცა ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი წარსულის ტოტალურ გადაფასებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვარს ვამბობთ ჩვენს წარსულზე და ეს ძალიან ისეთი ცუდი ტენდენციაა, იმიტომ რომ ვარი ვთქვათ ჩვენს განვლილ წლებზე, იმას ნიშნა არ მიცხოვრია. მოგესალმებით. ბავშვის აგრესია, გრძნობებით მართვა, დედის მოთმნების ზღვარი. რას ვაკეთებთ, როდესაც ბავშვი ტირის, ყვირის, გვირტყამს, როგორ უნდა მოიქცეს დედა ამ შემთხვევაში? გადაცემის სტუმარი არის ფსიქოთერაპევტი ეკა ჩემია, რომელიც გაგვიზიარებს საინტერესო რჩევებს და ფაქტებს ბავშვების აგრესიის მართვის საკითხებზე. ქალბატონო ეკა, ჩვენი გადაცემის დღევანდელი სპონსორი არის მილიმპარასი, ჯანსაღი ბურღულეული ფინეთიდან, რომელიც იწარმოება 1928 წლიდან, ასევე ონლაინ მაღაზია ნატურლენდი, რომელშიც შეგიძლიათ შეიქცინოთ დედისა და ბავშვის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის ნივთები. არ დაგავწყეთ, გახდეთ ჩვენი გამომწერები, დავილაიქეთ, გამოგვიწერეთ YouTube-ზე დედების პოდკასტი. პირველი კითხვა ესეთია, ზოგადად აგრესიის არსი და მიზეზი, საიდან მოდის ეს აგრესია და რას ნიშნავს ბავშვის აგრესია ფსიქოლოგიურად? ეს სიგნალია, რომელიც რაღაცაზე მიუთითებს თუ უბრალოდ ცუდი ქცევა? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ვეტყვით, რომ აგრესია არ არის ცუდი ქცევა. აგრესია არის სიგნალი, როდესაც ბავშვს სურს რაღაც ემოცია გამოხატოს, ვერ ახერხებს ამის გამოხატვას. ან ასაკიდან გამომდინარე მას არ აქვს დაუშვათ სიტყვათა მარაგი, სახელი არ აქვს დარქმეული ამ გარკვეული ემოციისთვის და ან გრძნობს, რომ ის რაც მას სურს, ასე ვთქვათ, საზღვრები შეიზღუდა მისი სურვილები არ დაკმაყოფილდა და ცდილობს, რომ ეს ამ ფორმით მიაწოდოს დასვენს. რატომ ჩნდება ბავშვში აგრესიული რეაქციები და ქცევები? მაგალითად, როდესაც იწყებს ყვირილს, როდესაც იწყებს აგრესიულ ტირილს, დარტყმას. საქმე იმაშია, რომ ბავშვს ადრეული ასაკიდან არ აქვს ემოციური თვითრეგულაცია. რას ნიშნავს ახლა ემოციური თვითრეგულაცია? ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვს შეუძლია მარტივად საკუთარი ემოციების მართვა და ამავდროულად სხვისი ემოციების ამოწმება. ემოციური თვითრეგულაციის განვითარებას აქვს თავისი ფაზები. ესე იგი, დაახლოებით 0-იან დაბადებიდან 2 წლამდე შეიძლება ითქვას, რომ გარე სამყაროში ბავშვის ტვინი არის მშობელი, დედა. იმიტომ რომ პრეფრონტალური არე არის განვითარებული, რომელიც პასუხისმგებელი არის პირდაპირ ემოციების რეგულაციას. შემდგომ ეტაპზე უკვე დაუშვათ 3 წლიდან პირობითად 5 წლამდე პერიოდში ბავშვს როცა ბავშვი იწყებს მეტყველების განვითარებას გარკვეულწილად, ამ პერიოდში ბავშვი იწყებს მეტნაკლებად უკვე ამ საკუთარი ემოციებისთვის სახელის დარქმევას. აქ მნიშვნელოვანია იყოს მშობელი სადრეჯოზე, რასაც ქვია, რომ მშობელმა შეძლოს დაარქმევინოს სახელი სხვადასხვა ემოციისთვის ბავშვს. როგორ ხდება ეს? მასაც ეთქვით ბარემ როდესაც ბავშვი გამოხატავს დაუშვათ ფეხებს აბაკუნებს, ყვირის, მშობელი არქმევს ამას სახელს, გაბრაზდი, ეწინა, არ მოგწონს რაღაც და მოდი ჩავანაცვლოთ ეს რაღაც. ასე შემდგომ თავაზობს რაღაც გარკვეულ აგრესიას. ეს არის ეტაპი, როდესაც ვარქმევთ ემოციას სახელებს, შემდგომ მოდის ეტაპი, როდესაც უკვე ბავშვი თვითონ იწყებს ემოციების აღქმას და თვითონ იწყებს ამ სახელების დარქმევას. შემდგომ მოდის უკვე 12 წლის შემდგომ ეტაპი, როდესაც ბავშვი ისევ შემოდის ეს ჰორმონალური დისბალანსი და ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული გარდატეხის პერიოდი, როდესაც ისევ ირევა, ასე ვთქვათ, ეს მთელი მეტნაკლებად დაავადებული სტრუქტურა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი არის ის, რა ჩანასახოვანი ამბები მოხდა ადრეულ ასაკში, ვინაიდან ზუსტად იმ ადრეულ ასაკში ყალიბდება ეს ემოციური თვითრეგულაციის პროცესი.
ესეთ კი კითხვა მაქვს, ანუ ბევრ დედას ეშინია ზოგადად რომ აი აგრესიული ბავშვი არის ცუდად გაზრდილი. ეს არის. აქვთ ხოლმე ესეთი ისინი, ანუ რეალურად არსებობს ესეთი კი, არსებობს შეხედულება ასეთი რომ ცუდად გაზრდა დედამ, იმიტომ არის დავუშვათ აგრესიული, ანუ იმიტომ გამოხატავს გაუკონტროლებლად საკუთარ ემოციებს. მოდი ეს დავარქვა. შეყალაბაზეც შეიძლება ეს სიტუაცია. კი, არის ეს პროცესი საზოგადოებაში გარკვეულად ესეთი სტიგმატიზირებული, იმიტომ რომ ეს ალბათ მაინც რაღაცა გასული წლებიდან საუკუნიდან მომდინარე რაღაც შაბლონია, რომ ზრდილი ბავშვი, რომელიც არ აპროტესტებს არაფერს გარე სამყაროში, ითვლებოდა რაღაც კარგი დედობის ტოლფას სიმბოლოდ. რეალურად ყოფილა ფაქტები, როდესაც მსგავს ბავშვებს უფრო მეტი ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ ხოლმე, მე მინახავს სტატისტიკა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ესე იგი არის გამოხატული ემოციები, რომლებიც გარკვეულწილად ვანიჭებენ შინაგან გამოხატვის პროცესში შვებას და ამავდროულად შემდგომ, აი ამ გამოხატვის შემდგომ შეიძლება ეს ემოცია იყოს სახელდარქმეული. ანუ ბავშვი რეალურად გვეუბნება, რომ მომაქციეთ ყურადღება და თუ მშობელი აქცევს მას ყურადღებას, ბავშვი იგებს პასუხს თავისი ემოციების საგრძნობით. მაგრამ თუ ბავშვმა ეს ემოცია ჩაახშო ადრეულ ასაკში, ვერ გამოხატა, თუ მშობელი ამას კიდევ უფრო მეტად წანეხს აჭერს ზემოდან, რომ არა, ემოციის გამოხატვა არ შეიძლება, ეს მიუღებელია, საზოგადოებრივად არასწორი საქციელია და ასე შემდეგ, ყალიბდება მორჩილი ჯერ ბავშვი, შემდგომ უკვე ადამიანი, რომელიც ამ ქცევის პატარნით შედის უკვე ზრდასრულობის პერიოდში საზოგადოებაში და შესაბამისად მთელი ცხოვრება ითმენს რაღაცას და ეს უკვე ესეთი ფსიქოსომატურ დაავადებებს იწვევს სამსახურს. როგორ განვასხვავოთ? ანუ ზოგადად როგორ განვასხვავოთ? აი ეს არის ნორმალური განვითარების ეტაპი თუ რაღაცა სერიოზულ ემოციურ პრობლემასთან გვაქვს კავშირი? როგორც წესი, აი გარდამავალ ეტაპებს ბავშვების ზრდის პროცესში აქვს თავისთვის დამახასიათებელი გარკვეული გამოწვევა. მაგალითად, თუ ბავშვი 2-3 წლის ასაკში აი ბავშვი ბაღში მიდის და აი ბავშვი გვეუბნება, რომ აი არ მინდა ამ რაღაცის ჩაცმა. და თუ ბავშვი ამ რაღაცას დავუშვათ აპროტესტებს, მაშინ მნიშვნელოვანია რომ მშობელი დაყვეს მის ნებას და დაყვეს როგორც რაღაცა მორჩილი სუბიექტი არა, შესთავაზოს ალტერნატივა. ჩაგეკითხებით, არ ნიშნავს ეს იმას, რომ პირობითად აი რომ დაუთმე 1-2 ჯერ უკვე ბავშვმა რაღაცნაირად იფიქრა, რომ აი გამდის, არ არის ესე კიდე ეს არის დათბობა, ეს არის დიალოგი. ახეთ ჩვენ თუ გვინდა დიალოგი და ჩვენ თუ გვინდა ურთიერთობა და ურთიერთობა ყოველთვის გულისხმობს დიალოგს, იმიტომ რომ ეს არის ხოლმე დიალოგი ორი ან მეტი პირთა შორის დაუყვა, ხო, ურთიერთობაც ის არის, ხო? ჩვენ თუ გვინდა ურთიერთობა და გვინდა დიალოგი, მაშინ ჩვენ მივდივართ და ასე ვთქვათ, ვაკეთებთ აი ამ ჩვენ ვართ უფროსები, ზრდასრულები, ცვლილებები ჩვენს ხელშია, ჩვენს ხელშია რეგულაციის პროცესი, შესაბამისად ჩვენ უნდა ვიყოთ ამის ასე ვთქვათ ინიციატორი აუცილებლად. ჩვენ ვაკეთებთ ამას, ვდგამთ ამ ნაბიჯს და შემოხვედრი ნაბიჯი როგორც წესი არ აგვიანებს, იმიტომ რომ როცა თავაზობთ ბავშვს ჩანსახ ალტერნატივას და ვეუბნებით, აი, ნახე, შეგვიძლია ეს არის რომელი გინდა არჩიე. ან შეგვიძლია ხა ძალიან ფართო სპექტრიც არ მივაწოდოთ, რომ არ დაიბნეს უბრალოდ ბავშვი, თქვათ რაღაცა კონკრეტული არჩევანი მივცეთ, მაგრამ ამ დროს ბავშვი სწავლობს თვით შეფასებას, ბავშვი სწავლობს არჩევანის მნიშვნელოვნებას, ბავშვი სხვეთს თავის გემოვნებას და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი პროცესი. მაგრამ თქვენ კითხოს რომ დავუბრუნდე. თუ ბავშვი მიუხედავად იმისა, რომ დაუკმაყოფილდა, არ დაუკმაყოფილდა ეს თავისი რაღაცა აქცევითი მომენტი, მაინც აი პერმანენტულად აგრესიულია, პერმანენტულად მაინც აპროტესტებს ამას, ჩუბობს, ყვირის, არ თანხმდება რაღაცა, აი არ მოდის ასე ვთქვათ დიალოგზე, ეს უკვე არის გარკვეული ქცევით დესტრუქცია და აქ მნიშვნელოვანი არის პროფესიონალის ჩართვა. კარგი ამბავი იქნება. მინდა რომ სხვა თემაზე გადავიდეთ, ეს არის უფრო დედის რეაქცია და თვითკონტროლი. ძალიან ხშირად არის ხოლმე, როდესაც დედებს თვითკონტროლი ეკარგებათ, კარგავენ თვითკონტროლი ამ ემოციებიდან გამომდინარე, როცა ბავშვი ყვირის, ურტყამს. აი რა არის პირველი რაც დედამ უნდა გაიფიქროს და არ გააკეთოს ამ შემთხვევაში? ძალიან ისეთი თემაა, მასშტაბური თემაა და პირველი ალბათ ყოველთვის არის უპირობობა. აი ყველა სიტუაციაში ბავშვი უნდა გრძნობდეს იმას, რომ ის არის
მიღებული ძვირფასი საყვარელი და მნიშვნელობა. აი ამას ქვია უპირობობა, უპირობო სიყვარული. დედა ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც აქვს თავისი უფლება აქვს იყოს სუსტიც და უფლება აქვს იყოს ძლიერიც. უფლება აქვს იმის, რომ რაღაცაზე გაბრაზდეს და რაღაცა ეწყინოს, რაღაც არ მოეწონოს, ან გააპროტესტოს ან ასე შემდეგ. ახლა ეს ხო არის რაღაც სტატიკური მოცემულობა. შესაბამისად, თუ დედა დაუშვათ ბრაზობს, მნიშვნელოვანია რომ დედამ სახელი დაარქვას თავის ბრაზს. ახსნას, რატომ აბრაზობს ხო? რა ხდება და შემოიყვანოს ისევ და ისევ დიალოგში ბავშვი. აუხსნას სახელდარქმეულად ეს გარკვეული ემოცია, რაზეც ის გაბრაზდა. ეს არის აი ისეთი ხაზი აუცილებლად ურთიერთობაში. და კიდევ რა მკითხეთ? იცით როგორ რაღაც არის ეს ზოგადად რეალური მომენტები გოშავხდრიოთ მეც პირადად რომ აი რაღაცა ქუჩაში რომ მიდის დედა და ამ დროს ბავშვს რაღაც ისტერიული გამოვლინება აქვს ამის ტირის იატაკზე წვება. ამ შემთხვევაში ახლა როდესაც დედა ყოველს ემოციური ფონი სხვადასხვა არის რეალურად რას აკეთებს დედა როგორ შეიძლება მოიქცეს ისე რომ ანუ ეს ბავშვი ზედმეტად გაღიზიანებულია ისედაც და უფრო არ გააღიზიანოს და თვითონაც აი შეინარჩუნოს სიმშვიდე ესე ვთქვათ. ეს ბავშვს არ ვრჩით არც ერთ შემთხვევაში არ მის თუ ქუჩაში არამედ საერთოდ ზოგადადაც მაქსიმალურად ვერიდებით დაჯისმით უფრო აგრესიულ ფორმებს. თუმცა აგრძელვები ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ბავშვმა იცოდეს რა შეიძლება და რა არ შეიძლება. მაგრამ აი დასჯა, მე უფრო აი ისეთი ხალხმრავალ ადგილას, სადაც დავუშვათ ბავშვმა რაღაც დააპროტესტა, ბავშვმა რაღაც გამოხატა და კიდევ უფრო მეტ დიდი წნეხის წამოსვლა. ესე იგი, ჩვენ ხო ვთქვით თავიდან რომ ემოციური რეგულაცია არ აქვს, ვერ მიაწოდა სწორად თავისი ემოცია მშობელს, ანუ ასეთი გაუფილტრავი სახით წარმოვიდა. შესაბამისად რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ ამ სათქმელს ვერ ამბობს. ანუ რა გამოდის, რომ სათქმელი ვერ თქვა, ისედაც ვერ გამოხატა და ჩვენ კიდევ დავამატეთ ამას ის, რომ დავსაჯეთ თან ხალხმრავალ ადგილზე შევარდფრინეთ, ანუ რაღაც კიდევ უფრო დამატებითი გავართულეთ, ასე ვთქვათ, მისი მოცემულობა. და კიდევ უფრო მეტად დავშვათ ჩავკეტეთ ბავშვი თავის თავში და მივეცით მეტი სტიმული იმისთვის, რომ აგრესია გამოხატოს. სხვა დროს უფრო გაძლიერებული ფორმით გამოხატოს ეს აგრესია. შესაბამისად, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ იმ სიტუაციას, იმ ტერიტორიას, იმ მდგომარეობას გამოვარიდოთ, რაღაც მაქსიმალურად ისეთი მეთოდებით. ახლა კლასიკური ტანტრუმის დროს არის ხოლმე ესეთი მითითება, რომ აი დავუშვათ ტოვებთ იქ იმ ადგილას და ველოდებით სამსანახეთ არის ახლა სიტუაცია, სადაც ბავშვს ვერ დავტოვებთ ფიზიკურად. ხო ეს აუცილებლად გასათვალისწინებელი ამბავია, რომ ქუჩაში, შუა გზაზე, რაღაც ისეთ ადგილებში, სადაც შეიძლება იყოს რისკ ფაქტორები. მქონია ეგეთი შემთხვევა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი მოვახერხოთ აი სიყვარულით, ალბათ ამაზე უნივერსალური ფორმა არ არსებობს, სიყვარულით მოვახერხოთ მისი გამოყვანა, ან ჩავიკითხოთ მაქსიმალურად რა ხდება, რა არის, რატო სხვათა შორის იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც ბავშვმა ეს ტანტრუმები მოაწყო ქუჩაში, დაწვა შუა გზაში, არაფერი და შესაბამისად დედა ზუსტად იგივენაირად მოიქცა, როგორც თქვენ ამბობთ, დაელოდა, რაღაც მშვიდად აუხსნა ძალიან, მაგრამ გარემო იყო ისეთი, რომ აი გარშემო ყველა ამ დედას უყურებდა, ყველამ დედა გაკიცხა და ძალიან რთული ფსიქოლოგიური მომენტი იყო დედისთვის. აი ეს ისე მეტყვი საზოგადოება რაღაცა თითქოს არ არის მზად ამისთვის თუ მიღებული არ აქვს, ეს უბრალოდ არ ვიცი. იცით რა არის ხა ბევრი რაღაცისთვის არ ვართ სამწუხაროდ მზად და ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ჩართვებით, საერთოდ ხა თქვენ აკეთებთ, ეს არის ფსიქოგანათლების ის აუცილებელი და ღირებული ელემენტები, რაც საზოგადოებაში შესატანია. ეს იმიტომ კი არა ჩვენ რაღაც ბნელები და რაღაც ესეთი ვარ ჩვენთვის ხანიდან არანაირად უბრალოდ ნახეთ რა ხდება რაღაც პერიოდებში ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ საზოგადოებაში ტაბუდადებული იყო ეს თემები. გან ეს არ ხდებოდა მანამ დავუშვათ რაღაცა თუნდაც 10-15 20-30 წლის წინ კიდევ უფრო იქითაც რომ არ წავიდე ან ტანტრუმს არ აწოვდნენ ბავშვები ან რაღაცა უბრალოდ ამაზე არ ვსაუბრობდით. დღეს ვსაუბრობთ ამაზე და ამიტომ წამოიწია თემა წინ და ამიტომ თურმე ნახე როგორი პრობლემები გქონია საზოგადოებაში. რეალურად ეს ყოველთვის იყო. ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე ვისაუბროთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე დავფიქრდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ აი საზოგადოებას საღად მივაწოდოთ თითქოს მარტივი აი ანბანური ჭეშმარიტებები, რომელზეც უბრალოდ დაფიქრების დრო არ აქვს რაღაც აი გადავიღებთ. თორე შინაგანი რესურსი ყველას გვაქვს ამის და ის რომ ახლა
ჩვენ ყველას გვინდა ვიყოთ და ვართ კიდეც ყველაზე კარგი მშობლები დედამიწის ზურგზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. არსებობს ასე პრაქტიკული რჩევა, როგორ დამშვიდეთ თავად, მაგალითად სუნთქვა, სივრცის დატოვება, ასე შემდეგ ამის ეს საკმაოდ ისეთი ემოციური თვითრეგულაციის უკვე ისეთი ფორმებია, როდესაც აი ჩვენ ამას ცოტა უფრო განვითარებულ ასაკში ვაღწევთ, ასე ვთქვათ, და მივდივართ აქამდე ამ ფორმების აღიარებამდე და შემდგომ იქამდე რომ ეს უკვე გავითავისოთ, შევძლოთ. ნუ ხიცით რა არის? ადრეულ ასაკში ამას ბავშვს ვერ შევთავაზებთ. ეს საკმაოდ ისეთია. მშობელსაც კარგად უნდა კონდეს გააზრებული ამის მნიშვნელობა და არსი და პარალელურად ნუ შემდგომ მივაწოდოთ ეს ბავშვს. ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში ძალიან კარგი ფორმებია, ნუ სუნთქვა ახლა ეს ასეწლო ფუნქციაა ჩვენი და გაცნობიერებულად თუ ვასუნთქებთ მაგალითად ბავშვს ან ვეტყვით ავუხსნით ამის მნიშვნელოვნებას, რას ნიშნავს ეს რომ აი დავუშვათ ჩავისუნთქეთ რაღაცა ნეგატიური ფაქტორი გარედან და შემდგომ გავჩერდით რაღაც დოზით ამ გაჩერების პროცესში გადავამუშავეთ, ასე ვთქვათ ეს და შემდგომ ამოვისუნთქეთ, ანუ გაუშვით. აი ძალიან მარტივ დონეზე ამას რა თქმა უნდა ეს ფანტასტიკური მეთოდია. ოღონდ ნახეთ როგორ არის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამას აი ცნობიერად აკეთებთ ეს ადამიანი. ჩვენ ხო მექანიკურად ვსუნთქებთ, ჩვენ ხო არასოდეს არ ვფიქრობთ იმაზე, ხარ გავაკეთეთ, ხარ როგორ ვისუნთქეთ, რამდენ. შემდგომ აი სუნთქვის რიტმები, რაც ძალიან ასევე მნიშვნელოვანია. ფიზიოლოგიური რიტმი და შეთ რამდენია, აი ბუნებრივად, რამდენზე ჩავისუნთქებთ, რამდენზე ვჩერდებით, რამდენზე ამოვისუნთქებთ. აი ეს თვლით რა შეგვიძლია. ანუ ესე იგი, აქაც ვაკვირდებით იმას, რომ ჩასუნთქვის პროცესში, ანუ მიღებისთვის რამდენი დრო გჭირდება ობიექტურად, გადამუშავებისთვის რამდენი გჭირდება და ამოსუნთქვისთვის რამდენი. ესეც არაცნობიერად ხდება და არის ისეთი რეგულაციის სუნთქვის მეთოდები, მაგალითად სტაბილური სუნთქვა, როდესაც აი მეტი ემოციური სტაბილურობა ჭირდება, აი თავაზობთ გარედან დაუშვათ, აი 4 ასეთი სუნთქვა 4-4-4, როდესაც აი ყველა დონეზე დავარეგულიროთ ჩვენი ჩასუნთქვა-მოსუნთქვის ციკლი, ასე ვთქვათ. უბრალოდ აი ყველაფერი ძალიან მარტივია სამყაროში და ველოსიპედის ბორბალიც და ველოსიპედით შექმნილია. თავი არის რომ ჩვენ მივხვდეთ, ვიგნოთ რას ვაკეთებთ ამ ქმედებით. რატომ ვაკეთებთ ამას, რისთვის ვაკეთებთ ამას და რა შედეგი შეიძლება ამას საბოლოოდ მოგვწეს. და თუ ვართ ამ რაღაცებში თანმიმდევრული კიდევ პარალელურად, იმიტომ რომ ისე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბავშვებს აქვთ აი სიმყარის მიმართ, მშობლის სიმყარის მიმართ რაც განსაკუთრებული მოწყვლადობა. მან ძალიან მნიშვნელოვანი თეორია არის მიჯაჭვულობის, ახლა როლით არ წავიდე, ნახეთ, აი სანდო მიჯაჭვულობა, სადაც ბავშვი გრძნობს, რომ მშობელი არის სანდო სუბიექტი. და ის ემოციურადაც გარკვეულწილად მდგრადია, ის არ ცვლის რაღაც ყოველ წუთს თუ რა ვიცი საათში რაღაც ერთხელ თავის გადაწყვეტილებებს, თანმიმდევრულია რაღაცაში სანდოა. ხო, ბავშვს უყალიბდება მის მიმართ პირობნდობა. და ამ დობაზე შემდგომ ძალიან ბევრი რაღაც გადის გარე სამყაროში. რა თქმა უნდა. და მე ესეთი კითხვა მაქვს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს დროს აი ფიზიკური აქტივობები, კვებითი რაციონი, მსგავსი, ანუ ეგ ყოველთვის მნიშვნელოვანია. ყოველთვის სუნთქვის არ იყოს, ეგ ყოველთვის მნიშვნელოვანია. ნახეთ, ეს არის ფიზიკური აქტივობის დროს ვხარჯავთ და დავუშვათ იმ დაგროვილ თუ გნებავთ იმ ნეგატიურ ენერგიას და აი ნახეთ, აი ესე აღიქმება ხოლმე აქტივობას ტვინი როგორ აღიქვამს ნებისმიერს. გავცოცხლდი. კარგად ვარ, ოჩაღად ვარ. აი სიმულაციაც კი ფიზიკური აქტივობის, აი დავუშვათ ისეთი დონის, როგორიც არის, რომ აი მაგალითად რომ გავჩერდით, გავიყენეთ და აი ადგომის რაღაც რესურსი არ აქვს და აი თითებით რო გავაკეთოთ აი ესეთი აქტივობის ფორმები რაღაც. ხო? ესეც კი საკმარისია იმისთვის, რომ ტვინმა მიიღოს იმპულსი, რომ მე ცოცხლდები, აი მიღვიძებ. ბუნებრივია. ნუ კვების ახლა რაციონზე საერთოდ არაფერს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ახლა ჯანსაღი და ბალანსებული კვება ახლა ის იმდენ გადაღებული თემაა უკვე რომ რა ვიცი ხაზია მთელი თელესოფლიოში ამის. რა თქმა უნდა. ყველაფერი აი რატომ იყო დავუშვათ აი ახლა ისევ მიდის მთელი ეს ფსიქოთერაპიული ნარატივი იქითკენ რომ აი დაუბრუნდეთ ჩვენს რაღაც საწყისებს, დაუბრუნდეთ აი ჩვენს ავთენტურ
ემოციურ საწყისს, როდესაც და ჩვენ სხეულს, როდესაც არ არსებობდა არც ამდენი მედიცინის მიღწევა, არ არსებობდა არც ამდენი რაღაცა განვითარების ეს დონე, თქვათ, რაც ახლა არის არსებობს კაცობრიობაში, მაგრამ ადამიანები ახერხებდნენ. იმდენი მეთოდია ახლა რეალურად, რომ აი ცოტა დამაბნეველიც არის. აი ძალიან ბევრი მეთოდი არის ბავშვებთან აღზრდის მიმართულებით, ფსიქოლოგიური მეთოდები ესენ. ნუ ჩემ დროს არ იყო ესეთი რაღაცა, რაღაც თითქოს ერთი სტანდარტული მეთოდით ვიზრდებოდით ყველანი და ეს ერთი სტანდარტული მეთოდი, ხო, თქვენ საკმაოდ ახალგაზრდა ხართ, ნუ ეს მეთოდი იყო რაღაცა გარკვეული, ესე იგი, ხაზი იყო ჩემს ბავშვობაში, მაგალითად, ესეთი ხაზი, სადაც ესეთი კომუნისტური აღზრდის, რასაც ქვია მეთოდი, როდესაც ძალიან იყო ინდივიდუალიზმის გამოვლენაზე ტაბუ იყო გარკვეული. ეხლა პირიქით წამოვიდა ეს ინდივიდუალიზაციის პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, აი ადამიანზე როგორც ინდივიდზე დაიდობსონ, ასე ვთქვათ. თუმცა აქაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი რა არის, იცით რომ რაღაცა ხო იცით როგორც ხდება გარდამავალ ეტაპებზე ასე ხდება რომ ერთიდან მეორეში ვარდები და რაც შუალედური ხაზის დაეჭერა ყოველთვის გვიჭირს, იმიტომ რომ ხო ახლა ეს ინდივიდუალიზაციის პროცესი არ ნიშნავს იმას რომ მე ვარ და ჩემს სამყარო სრულიად უგულებელყოფილი. აი მე მაინტერესებს ესეთი რაღაცა, თქვენ როგორც ფსიქოლოგს ახლა რამდენი რამე შეიცვალა, ძალიან ბევრ ახალ რაღაცას ისწავლეთ. თუ იყენებთ დღემდე ძველი მეთოდებიდან რამე დამახასიათებელ მიმართულებას? ცოტა მიჭირს აი ძველი მეთოდი, ანუ აღზრდის მიდგომებს მაგალითად. კი, რა ვიცი, ძალიან, იცით რა, არ ხდება ასე რომ ყველაფერი გადავაფასოთ. ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ როცა ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი წარსულის აი ტოტალურ გადაფასებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვარს ვამბობთ ჩვენს წარსულზე და ეს ძალიან ისეთი ცუდი ტენდენციაა, იმიტომ რომ ვარი ვთქვათ ჩვენს განვლილ წლებზე, იმას ნიშნავს აი არ მიცხოვრია. ხდებით ის პერიოდი რაღაცნაირად, ეს ცნობიერად ამ არჩევანის გაკეთება ყოველთვის არის რაღაც პროტესტი და პროტესტის მუხტზე გაკეთებული რაღაც საქმე არის ისეთი ორგანული ადამიანისთვის და აი ბუნებრივი და სასიამოვნო. პროტესტმა შეიძლება რაღაც ეტაპამდე რაღაცა გაგუკეთებიოს, მაგრამ ნუ ის თავის თავს წურავს და ჩვენი აი ორგანული რიტმის მივდივართ ყოველთვის რაღაცა სასიამოვნო ქმედებებამდე. ამდენად რა თქმა უნდა, ძველს თუ დავარქმევთ იმას, მე ვთვლი უფრო რომ ძველი კი რაღაც არსებობს, აი რაღაცა ესეთი შაბლონი ალბათ რა, აღზრდის მაში რა ქვია, სტრუქტურაში, როდესაც აი ჩვენ ვავლენთ დაუშვათ სიყვარულს. ჩვენ შეიძლება ვქონდეს რაღაც გარკვეული დირექტივა როგორც მშობელს და გრძალავდეთ რაღაცას, მაგრამ ამის მიუხედავად ყოველთვის მხარდამჭერები ვართ. ყოველთვის ვართ აი ეს რაღაცა საყრდენი უპირობო ძალა, რომელთან მიყრდნობაც შვილს ყოველთვის რაღაც შინაგან შვებას გვრის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ყველა ასაკში უნდა გრძნობდეს ამას, რომ საყრდენი გარე სამყაროში არსებობს და აი ისევ რომ მიჯაჭულობის თეორიას დაუბრუნდე, მან არის ძალიან ასეთი, რასაც დგას ეს თეორია, არის ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი, რომ ადამიანს აქვს ბიოლოგიური მოთხოვნილება, კონდეს დაბადებიდან, კონდეს გარე სამყაროში საყრდენი. და ეს იმდენად ისეთია, აი მისთვის ავთენტური მოცემულობაა, რომ თუ ამას ვანახებთ ჩვენ შვილებს, რომ ჩვენ ვართ საყრდენი, უპირობო სიყვარულით ჩვენი და ყველა იმ შესაძლებლობით, რაც ჩვენი მშობლობის რესურსში გვინდა ჩავდოთ, მაშინ იცით რა, გარდატეხის ასაკის გამოწვევა ეს თუ რაღაცა გარკვეული ასაკობრივი გამოწვევა, თუ ქცევითი რაღაცა დისფუნქციაა ბავშვის, ყველა შემთხვევაში ბავშვი გრძნობს ჩვენს მნიშვნელოვნებას. აი, თუმცა ამას მინდა რომ შევეხოთ, თუნდაც აი ემოციების სწავლებას ბავშვებში. როგორ ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი გრძნობების ამოცნობა? აი რა გრძნობა აქვს იმ მომენტში, როგორ ასწავლოს დედამ, მამამ, მშობელმა? აი როგორც გითხარით, ნახეთ, არის რაღაც პერიოდები, როდესაც ჩვენ ვასწავლით მას, აი რომ თავშოთ ფეხებს რო უპაკუნებს ან ბრაზობს ან რაღაც ვეუბნებით, რომ შენ ბრაზობ. და აი ჯერ ჩვენ ვასწავლით, აი რა დეფინიციას, ანუ ქცევის შეფასებას რაღაც სახელით, ასე ვთქვათ, დარქმევას სახელის ჩვენ, მაგრამ დგება რაღაც პერიოდი, როდესაც ჩვენ უკვე ჩვენ არ ვუფასებთ მას ქცევას.
ანუ არ ვეუბნებით რომ გაბრაზებულია, ან სწორად მივხვდი, ხო? არ ვეუბნებით გაბრაზებულია. რატომ იცით? იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება გვეგონოს რომ ეს ბრაზია. მაგრამ ეს შეიძლება იყოს რაღაც აი მაგალითად სინანული. ან შეიძლება ეს იყოს რაღაცა გულდაწყვეტა. ანუ რასაც ჩვენ პირობითად თვლით რომ გაბრაზება, შეიძლება საერთოდ აღმოჩნდეს რომ გაბრაზებული საერთოდ არ არის. იყოს და ამიტომ მნიშვნელოვანია მან დააიდენტიფიციროს საკუთარი ემოცია. მნიშვნელოვანია მან დაარქვას ამას სახელი და თქვას რომ იცი რა ეს არის და ამისთვის აი იმისთვის რომ ჩვენ ვიცოდეთ, კარგად ვიცოდეთ ჩვენი შვილების ემოციებს, ძალიან კარგი ამბავი არის, ძალიან დაგვეხმარება. ეს პრაქტიკული ის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი მაგალითად სიმულაციური თამაშები. რაც შეგვიძლია მაინტერესებდა ზოგადად ან როგორ ვესაუბროთ, რამე ვაჩვენოთ, ვეთამაშოთ თუ როგორ ხდება ეს? ჩვენ ვარდნებთ სარკის პრინციპი არის. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ბავშვი იმას ირეკლავს. და ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი არის ეს, რომ ხშირ შემთხვევაში ბავშვი არის ჩვენი ფარული დინამიკების დაფარული ემოციური გზავნილების ილუსტრაცია გარესამყაროში. შესაბამისად, არის ერთი მეთოდი, როდესაც აი ვუყურებთ ბავშვს და ვხედავთ დაუშვათ მის ბრას, გულდაწყვეტას, ტირილს, აგრესიას, სხვადასხვა სახით გამოვლენ მის ბრას. და გვინდა რაღაც პასუხი გქონდეს ამაზე. ერთი მეთოდით შეგვიძლია რომ აი უბრალოდ დავდგეთ მის ადგილას. აი ემოციურად დავდგეთ მის ადგილას და დავფიქრდეთ იმაზე რა უნდა რას გვეუბნება. აი რის გამოხატვას ცდილობს. თუ ჩვენ ბევრს არ ვიფიქრებთ ამაზე, უბრალოდ აი ემოციურად ჩავდგებით ამ სიტუაციაში, ჩვენ პასუხს მივიღებთ. ეს არის აი რაღაც ისეთი უტყუარი კლასიკური ფორმულა თითქოს აი ამ ქცევის ამოსაცნობად. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ესეთი ემპათიურ შევდივართ ურთიერთობაში არამც თუ ჩვენ შულთან ზოგადად ყველა ადამიანთან, მაშინ ჩვენ კარგი გამტარები ვართ სხვების ემოციის და მით უფრო ჩვენი შვილი ძალიან ხშირად ჩვენს ემოციას ილუსტრირებს. პლუს კიდევ ახლა თამაშებთან დაკავშირებით გეტყვით ბარემ რომ აი ძალიან ყველა ასაკში შეგვიძლია რომ ბავშვს რაღაცა თამაში შევთავაზოთ, როგორც მისი ემოციური გზავნილის ამოცნობის მცდელობა. აი მაგალითად შეგვიძლია რომ რაღაცა ჩვენი რაღაცა ისინი რა ქვია, კითხვები დაგვიგროვდა კვირის განმავლობაში რაღაცები და ჩავყაროთ რაღაც იმაში და აი კვირის ბოლოს გავთამაშოთ რომ აი რა მოიღებს ადამიანი და რა წერია აქ რომ ანუ ჩემს კივილებზე, ჩემს სურვილებზე, ჩემს რაღაცა გზავნილებზე საუბრობენ. მაგალითად შეგვიძლია რომ აი შევთავაზოთ ერთმანეთს ესეთი ფორმატი რომ აი მოდი აი მიმიკით დაგვანახე შენი ბრაზი. ან დაგვანახე შენი რაღაც ემოცია, არ აქვს მნიშვნელობა, დადებით ემოციაზე იყოს საუბარი, არანაირად არ იყოს ნეგატიურზე. ხო? და ბავშვი ცდილობს რომ ეს დაგვანახოს, აგვიხსნას, მე ჩვენც ვცდილობთ რაღაცა ხალისის ფორმატი მიეცემა ამ თამაშს და შესაბამისად ეს გვასწავლის ჩვენ რეალურად სხვადასხვა სიტუაციაში ბავშვი როგორ გამოხატავს ხავის ემოციას. აი ჩაგეკითხოთ მინდა თან საუბრის პროცესში, ანუ ყოფილა ხოლმე მეც მქონია ჩემ მეგობრებში, მაგალითად ესეთი შემთხვევები არის ხოლმე, რომ როდესაც აი ბავშვი არის ალბათ წლინახევრის დაახლოებით და როდესაც აი აგრესიული გამოხატვა აქვს ამ შემთხვევაში, ანუ მაინც ვერ გაიგებს პატარაა. ანუ არის ესეთი დამოკიდებულებაც და მიდგომაც და საუბრები ხოლმე ხშირი არის მსგავსი საუბრები. ანუ უნდა დაველოდოთ რაღაც ასაკს ბავშვისაც, რომ ბავშვს რამე აუხსნათ, თუ შესაძლებელია რომ თუნდაც რამოდენიმე თვის წლის ბავშვმა ესე საუბრიდან გაიგოს ჩვენი დამოკიდებულება. რა არსებობს ესეთი კონცეფციები და ძალიან ისეთი ვალიდური, რომელიც ამბობს, რომ პრენატალურ პერიოდში და ემბრიონალურ მდგომარეობაში ადამიანს ესმის რაღაცები და ახლა უკვე დაბადებულ მოვლენილ ადამიანს შეიძლება რაღაცა ვერ გავაგებინოთ. თუმცა არსებობს მისაწვდომობის პრინციპი. ანუ რო არ საუბრობს, არ ნიშნავს, რომ არ ესმის. არანაირად, რა თქმა უნდა, არანაირად, უბრალოდ როგორ მივაწვდით ამას და რა ასაკში როგორ მივაწვდით. ახლა ბუნებრივია ახლა თუ რაღაცა თეორიების წაკითხვას დაუწყებთ და უშუალოდ ადრეულ ასაკში ის ამას ვერ გაიგებს. ყველაზე ადეკვატური ეს არის ჩვენი ემოციური მისაწვდომობა და ჩვენი ტაქტილური შეხებები, ემოციურად მისვლა. და აი იმ გზავნილის, აი ბავშვი რო ტირის, აი ძალიან პატარა ჩვილი ბავშვი რო ტირის და დედას რო ეძებს და დედას რო ნახავს და იგრძნობს, ანუ ჯერმან არც იცის რომ ეს დედაა, მაგრამ ეს არის ვიღაც, ვინც მასზე ზრუნავს, ხო? ანუ
რომ ამას პოულობს ამ ობიექტს, ან თქვა რაღაც ზუსტიკებაზეა და თქვა ძუძუს პოულობს და შესაბამისად ადამიანს ვინც ის უნდა გამოკვებდეს, ხო ჩუნდება. ეს ინსტინქტია რეალურად და ამიტომ არ არსებობს ასაკი, სადაც ჩვენ არ შეგვიძლია რაღაცა რისი მიწოდებაც გვინდა ვერ მივაწოდოთ, თუ ჩვენ გვაქვს სურვილი რომ ეს ასაკთან შესაბამის მოცემულობაში გავაკეთოთ. და ანუ ამ ემოციების სწავლებასთან დაკავშირებით ბოლო კითხვა მაქვს ესეთი, როდესაც არის ხოლმე შემთხვევები თუ ბავშვი სხვა სურთყობს, ბაღში რო არის, ეზოში არის, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ დროს, რომ მიცი შვილი არც დაიჩაგროს და არც აგრესორი არ იყოს. ხო, ისეთი თემა საკმაოდ საინტერესო, რაც ხშირად დასმულკითხვა კატეგორიაში გადის. ნახეთ, როცა ბავშვმა დაუშვათ რაღაც, სხვაზე განახორციელა ექსპანსია და რაღაც დაარტყა, დაჩაგრა, ბუნებრივია ეს რაღაცამ გამოიწვია და არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც გამოიწვია, თქვათ იმ ადამიანმა ან იმ ბავშვმა, რომელსაც ეს გაუკეთა. ნახეთ, თუ ბავშვი ქრონიკულად განიცდის საკუთარი ემოციების უგულებელყოფას დაუშვათ ოჯახის სივრცეში. ან თქვათ ბაღში, ან თქვათ სკოლაში და მას აქვს ის დაჩაგრული, მსხვერპლის უკვე რაღაცა გარკვეული შინაგანი პოზიცია. ის ყოველთვის ცდილობს იპოვოს გარესამყაროში მასზე სუსტი მიზეც შესძლებს დაუშვათ ეს თავისი აგრესიული ბრაზი გადაიტანოს. ეს მარტო ბავშვზე არ მუშაობს, ეს დიდებზეც მუშაობს ეს კონცეფცია. შემდგომ უკვე ძალიან წარმატებით ზოგადად. და ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ნახეთ, ამ დროს თუ ბავშვი ამას აკეთებს, ერთი და მნიშვნელოვანი არის, რომ დავფიქრდეთ იმაზე, რომ თუ იქ არ მოხდა რაღაც რეალური გაღიზიანება ბავშვის, რატომ აქვს ბავშვს აგრესიული ქცევა და რა შეიძლება ამას განაპირობებდეს და უკვე ვისაუბრე, რა შეიძლება. და ეს პირველი და უმთავრესი და მეორე, უცებ რომ გავაკეთოთ ამის რაღაცა ოკუპაციაც და ბავშვს გავაგებინოთ, ასე ვთქვათ, რომ ეს არ არის კარგი, ეს არ არის სწორი, რომ არ შეიძლება სხვების დაჩაგვრა, იმიტომ რომ რაღაც ისეთი უნივერსალური პრინციპი სამყაროში, როგორც ექცევის სხვას, ისე მოგექცევიან შენს, ამ პრინციპის რაღაც ადრეული ასაკიდან შეგვიძლია ამის იმპლემენტაცია. საკმაოდ კარგად მოქმედებს, ძალიან კარგად მოქმედებს, ძალიან კარგად. ვეუბნებით, ბმას ვანახებთ რეალურად, ხო? შემოვიდა რაღაცა გარკვეული ემოცია, ამ ემოციაზე იყო რაღაცა ქცევითი რეაქცია. და რა გამოიწვია ამან შედეგის სახით. შედეგის სახით დადგა ის, რომ დავუშვათ ატირებული რაღაც ბავშვი, რაღაცა ეს ნეგატიური გარემო და რამდენად მისაღებია ეს მისთვის, რამდენად ხომ არ მოსწონს მასაც ეს შედეგი, ასე ვთქვათ. გავაკეთოთ აქცენტი შედეგზე, რომელმაც უნდა აღწრას მასში ემპათია. ზუსტად ემპათიას და ურთიერთობებს მინდა ეხლა შევეხო და არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ბავშვი რაღაცნაირად ძალიან ისტერიკაში ვარდება ყვირის, უნდა მოუხადოს თუ არა ბავშვს გადაჭარბებული ექცევის გამო დედამ ბოდიში. ამ შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილებაა ეს თუ არ არის გადაწყვეტილი? რა თქმა უნდა. ბოდიში არ ნიშნავს არც რაღაცა კაპიტულაციას, ბოდიში არ ნიშნავს არც იმას, რომ მე რაღაცა ან ცუდი ან კარგი დედა ვარ, ბოდიში ნიშნავს იმას, რომ მე შემეშალა და შეცდომები ყველას მოხდა. ამ შემთხვევაში, დედა უხდის ბავშვს ბოდიშს იმისათვის, რომ გადაჭარბებული ემოციები დარეგულირა დაუშვათ თავისი ემოცია. ემოციური რეგულაცია ვერ შეძლო, რაღაც დაუშვათ ცევით მოგეჭი რაღაცა ისე გაიქცა ესე და ცევით რაღაც ერთი ვაპატია. ხო, ოღონდ მაგრამ ახლა ნახეთ თუ დედა პერმანენტულად ამას მუდმივი სახე თუ აქვს პირობითად მე ბოდიშს უხდის ეს აქ უკვე დედას ჭირდება აშკარად დახმარება და დედას იცით რა არის თუ დედა გრძნობს იმას რომ თუნდაც ერთჯერად აქტშიც მოხდა ეს მაგრამ კი თქვენ ბავშვს ბოდიში მოუხადა მაგრამ ვერ დაწყნარდა ვერ დამშვიდდა მას დაუშვათ ვერც იმაზე ვერ დაწყნარდა იმ ფაქტთან დაკავშირებით რომ ბავშვთან ეს დაემართა ვერც იმ ფაქტთან დაკავშირებით ვერ დაწყნარდა რომ დაუშვათ აქვს ეს შინაგანი აგრესია დედამ აუცილებლად უნდა მიმართოს თავისი ემოციების დასარეგულირებლად და გამოსახატავად პირველ რიგში პროფესიონალს. როგორ შეიძლება გავიხსენოთ რაღაც ესე ამ და ბავშვის ქცევის მიღმა ტკივილია თუ მტრული დამოკიდებულება, როგორ გავარჩიოთ ეს ორი ერთმანეთისგან?
ბავშვის ქცევა არის ტკი. იცით რა, ეს ნაგავარჩიო ზუსტად იმით, რომ ეს გზავნილია ყველა შემთხვევაში. გზავნილია, მაგრამ თუ დაუშვათ ბავშვი მტრული დამოკიდებულებაც და ტკივილიც, რეალურად აი საფუძველი მათ პრინციპში ერთი აქვს, შეიძლება ითქვას რა. აი ხანგრძლივად არ გაგებული, ხანგრძლივად იგნორირებული, საზღვრებს შელახული. აი ნახეთ აი ისეთი რაღაცა შევიწროვებული და რაღაცნაირად პატივარცემული მოზარდი ბავშვია ამ ყველაფრის უკან და თუ ადამიანი ცდილობს რომ სხვას ტკივილი მიაყენოს ის ძალიან სიღრმისეულად თვითონ ძალიან უბედურია და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს დაინახოს მშობელმა დაინახოს რომ რატომ ცდილობს ამას ჩემი შვილი რა გზავნილია ეს და თუ მშობელი ნახეთ თავის რაღაც ეგო მდგომარეობაშია გაჭედილი და ის ფიქრობს რომ აი მე მიკეთებ ამან ეგეთი ეს თუ აქვს მშობელს რომ რაღაცა რომ აი მე როგორ ხო ხტებით ეს ძალიან ისეთი ისა რა ქვია დამახასიათებელი ამბავი და ძალიან ხშირად აი ხდება ხოლმე ჩემთანაც რომ თერაპიაზე აი წერს დაუშვათ მშობელი მეუბნება რაღაცას მიყვება და მიყვება თავის რაღაც სადგივარს და მე ვპასუხობ რომ უსმინეთ თქვენ შვილს ეს არის აი ჩემი გზავნილი ყოველ ეტაპზე მაგრამ მშობელი ისე მიყვება თავის ისტორიას ნუ აი როგორ აი მე დაუშვათ სიგარეტს ეწევა რაღაცას აკეთებს მე არ მომწონს და სულ მე კონცეფციაზეა საუბარი და მე კიდევ ვეუბნები რომ ნახეთ თქვენ ეხლაც თქვენზე მესაუბრებით მოდით თქვენზე ნუ მიყვებით მე მესმის რომ შეიძლება თქვენთვის ძალიან აქტუალურია თქვენზე საუბარი იმიტომ რომ თქვენ არ გისმენდნენ მაგრამ თქვენ ხომ არ გინდათ რომ თქვენი შვილი თქვენმა შვილმა გაიზიაროს ეს ხვედრი ამიტომ მოდით დაფიქრდით იმაზე რომ როგორ ვუსმინოთ ჩვენს შვილს აი მინდა და მეკითხა და ჩემ კითხოს პასუხიც გაეცით უსმინე შენ შვილს მოკლედ ამ ფრაზის გარდა თუ არის კიდევ რამე ის ერთი ფრაზა რომელიც დედამ შეიძლება თავის თავს ესე ყოველდღე წამოუძახოს გონებაში იძახოს რაღაცა სტიმულივით კონდეს მიყვარხარ ალბათ მე შენ მიყვარხარ ალბათ ეს არის აი რაც ყველაფერს რო ანეიტრალებს ისეთი ფრაზა ალბათ რა ვიცი სამყაროში ამაზე უფრო ისეთი რა ვიცი სიტყვა ალბათ არ არსებობს უნივერსალური რომელიც ყველაფერს იტევს თავის თავში იმიტომ რომ რეალურად ამაზე გადის ყველაფერი და ჩვენ ახლა ზეც საუბრობთ ესეც ხო სიყვარული გველაპარაკებს რეალურად ხო ის რომ ჩვენ გვინდა საუკეთესო მშობლები ვიყოთ ჩვენი შვილებისთვის ჩვენ გვინდა რაღაცა ყველაზე საოცარი შვილების ყველაზე საოცარი დედები და მამები ვიყოთ შესაბამისად ეს ვიმეორებთ ხშირად იცოდნენ ჩვენმა შვილებმა ჯეროდეთ იმის რომ სიყვარული არის ყველაფერი და სიყვარულის ენერგია გვაძლევს ჩვენ ძალას შევქმნათ რაღაც საზოგადოებაში ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი პროდუქტი ჩვენი საოცარი შვილების სახით. აი თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, აი რეალური შემთხვევებიდან გამომდინარე, აი ისეთი მაგალითი რომ მოგვიყვანოთ პირობითად, აი როცა დედამ მოახერხა აგრესიული ქცევის რბილად გადაჭამე, აი დამახსოვრებელი მსგავსი თუ გქონიათ პრაქტიკაში. რბილად გადაჭრა? კი, იცით რა, აი პრაქტიკიდან შემიძლია ისეთი ტიპური ისეთი რომ დაგამახსოვრდათ აი ყველაზე ძალიან ეგეთი რო გითხრათ პრაქტიკიდან შემიძლია ისეთი რაღაცა ტიპური მაგალითები მოგიყვანთ რა ხდება ზოგადად აი ქართულ სივრცეში მე ხა ქართულს იმიტომ ვიტყვი რომ მე ძირითადად ამ კონტინგენტთან მაქვს კომუნიკაცია და ნახეთ რა ხდება ჩვენ თახო სეპარაციის პრობლემა ანუ ეს ზოგადად საკაცობრიოც არის მაგრამ ძალიან ისეთ რთულად არის ნუ ჩვენ არ ვუშვებთ ჩვენ შვილებს თვით აქტუალიზაციის მიზნით რო არა ჩვენ აი გაიზარდა დასრულია 20-ის 40-ის რა ვიცი მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენს ყველაზე უპირატეს სოციალურ როლად მიგვეჩნია რა ჩვენი დედობა აი ამას ვარ ჩაბღავჭებული ნუ ეს ახლა მარტო შულს ვერ დავაბრო მე შვილის ბუნებრივია ამას ბენეფიტურად იღებს რატომაც არა ახლა თუ ვიღაც არსებობს რაღაც დედა რომელიც ახლა ცდილობს რომ ყველა ასაკში იყოს მზრუნველი მაჭამოს მასვას დამეუთა ამასაც კარგად გემრიელად იგებს და ყოველთვის როცა მშობლები მეკონტაქტებიან და მეუბნებიან ხოლმე რომ ნუ აი დავუშვათ რა ჩემი ამდენი წლის ბავშვთან რაღაც ეს საკითხი მაქვს პრობლემა მაქვს და აი გამეხმარეთ ამის გადაჭრაში
ყოველთვის მეუბნები რომ იცით რა მე არ მუშაობ მხოლოდ ბავშვებთან მე ვმუშაობ აუცილებლად ორივესთან მშობელთანაც ბავშვთან თუ თქვენ ხართ მზად იმისთვის რომ თქვენ ამ პროცესში წამოვიდეთ კი ბატონო რაზეა საუბარი თუ არა ხართ მზად მაშინ მე ასე არ მივდივარ თერაპიაზე და ძალიან ხშირად ხდება ისე რომ თერაპიაზე ბავშვებს მე ანაცვლებ მშობლები ანუ ეს არის ძალიან ისეთი ჩემს პრაქტიკაში ყოველ შემთხვევაში ძალიან ისეთი ტიპური რაღაცა მოვლენა და ძალიან ხშირად ხდება კიდევ ისე რომ ნაკლებად მოდიან ხოლმე მამები და მოდიან დედები და როცა ვეუბნები ხოლმე რომ აი ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ვინც მე დროს ატარებს ბავშვთან ის აუცილებლად იყოს ჩართული ამ პროცესში იმიტომ რომ ხა შეიძლება დედა დაუშვათ მთელი დღის განმავლობაში გასულია და გასაგებია რომ ის დედა და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა მაგრამ დაუშვათ ბებიას აქვს მეტი წოდომა და მქონია ეს მაგალითები არაერთი როდესაც აი ბებიები არიან იმდენად აქტიურები ზოგადად არ მხოლოდ ამ პროცესში რომ სახეზე არის ნუ აი ბებია არის სივრცეში ყველაზე მეტი აი ეს არის ძალიან ისეთი დამახასიათებელი სიტუაცია და მე ვუყურებ ხოლმე როგორ აი თითქოს ეს ფიგურალურად როგორ ცირდება პატარავდება როგორ ცდილობს იმას რომ აი მოერგოს ბები აი იწყებს აი გააზრებას სწავლასთან ხა თაობათა შორის სხვა არის კიდე რაღაცა ის სხვა თაობის შვილია და კიდე სხვა თაობის ასე შემდეგ და როგორ ცდილობს ბებია რომ ჯერ გაანალიზოს ეს პროცესი დაუშვათ თავის შვილთან შემდგომ ამას ყდება როგორ გაანალიზა შემდგომ ეხლა უკვე გადავიდე შვილთან და იცით ეს ტრანსფორმაცია იმდენად ძალიან ესეთი ესაცნაური და იმდენად სახეზეა ყოველთვის ამ პროცესში რომ აი პრაქტიკულად ერთი აი იდეაში ბავშვის თერაპიის პროცესში თერაპია ჩავწერდა სრულიად მთელს ოჯახს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანია ეს იმიტომ რომ და გვახსოვდეს რატომ არ თანხმდები არასოდეს მხოლოდ ბავშვზე იმიტომ რომ ბავშვს არანაირი პერკეტი არ გააჩნია ცვლილებები არის მშობლების ხელში მაშინ ანუ დავასრულეთ თითქმის უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს ესეთი რომ აი მინდა რომ მიუბრუნდე იმიტომ რომ რაღაცნაირად გამიჩნდა მქონია შემთხვევები და მაინტერესებს არის ხოლმე როდესაც კვებითი რაციონის დარღვევის დროს როდესაც უბრალოდ შიმშილია და ვერ ხვდებიან რომ შიმშილია არის კიდევ როდესაც ძილის დარღვევები აქვთ ამ შემთხვევაშიც მოდის აგრესიული ფონი ან როგორ ურჩევდით როგორ დაარეგულიროთ მშობლებმა როგორც წესი ნახეთ ასე არ ხდება რომ აი დაუშვათ რაღაცა ის რაციონის დარღვევა კვებითი დისფუნქცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საგანგაშო სიგნალია ერთ-ერთი, როდესაც ბავშვი დაუშვათ იწყებს რაღაცა ამოჩენილი საკვების მას მიღებას, დაუშვათ იწყებს რაღაცა კონკრეტულ იზღუდავს რაღაცა არეალს თავის ირგვლივ. აი კვების დროს ხშირად მინახავს, რომ ძალიან აგრესიულები არიან, ტირიან, არ უნდა პროცესში, ხო, აი ტირიან, არ უნდა. თუ ბავშვი აი ნახეთ, აი წარმოიდგინეთ, ბავშვი ისე უნდა განვიხილოთ, როგორც აი ზრდასრული ადამიანი. თუ ბავშვი აპროტესტებს ამ საკვებს რაღაცას კონკრეტულად არ მოსწონს მისი გემო, სტრუქტურა, ფერი, ფონი, ხო? ისეთივე, აი, ცოტა ხანში ისეც დავშვით ჩვენ ხელა იქნება, ხო? ანუ მას თავიდანვე უნდა მის სურვილებს პატივი ვცეთ. შეიძლება შევცვალოთ, ჩავანაცვლოთ რა ისეთი აუცილებელი მნიშვნელობებისა და უშუალოდ ის რომ ძალით რაღაცა ჩავასხათ თუ ჩავაყაროთ თუ რაღაცა ანუ ნებისმიერი ძალადობა ეს იქნება და უშუალოდ კეთილი რაღაცით შებურული რომ აი არ ჭამს ბავშვი და ძალით ხო უნდა ვაჭამოთ ან ნებისმიერი სახის ძალადობა არის ძალადობა და ეს იმიტომ რომ მსგავსი სახის აი ძალადობები ძალიან ხშირად იწვევს კვებით აშლილობებს უკვე დიდობაში და აი ანორექსია ბულიმია კვებითი აშლილობის ეს ფორმები ძალიან ხშირად არის ბავშვობაში არასწორი კვების პატერნით ჩამოყალიბებული ქცევა და აშლილობა და ძილზეც რო გითხრათ? ძილზეც ასევე, ნახეთ, ძილის გრაფიკი ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, ის რომ ძილის გრაფიკი არ იყოს დარღვეული. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ აი ფსიქოემოციური რეგულაციის პროცესში ძილს ძალიან დიდი როლი აქვს. ნახეთ, ბავშვმა ძილში უნდა აღიდგინოს დიდბაც, მაგრამ ბავშვმა დახარჯული ენერგია. და ეს ბალანსი თუ ხა ერთი და ორი ფრაგმენტი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს თუ ქრონიკული დარღვევის პროცესია, მაშინ ბუნებრივია ის იჩენს თავს აუცილებლად ამ ემოციების რეგულაციის პროცესში. და გადაცემის ბოლოს პატარა რჩევა რომ მოგცეთ მშობლებს, რას ურჩევდით და როგორ მართონ, ესე ვთქვათ, აგრესია, მოკლედ რო გითხრით. რჩევის სახით.
გადაცემის ბოლოს დიდ მადლობას გეკითხები ერთხელ ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა და მშობლებს ვეტყვი ერთ რაღაცას რომ თუ ჩვენს გაბრაზებულ შვილს ვუყურებთ და მის მიღმა ვხედავთ რაღაცა манипуляტორს, აგრესორს, ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს იმის, რომ აი რაღაცა თავისი რაღაც ხაზი აქვს, ესეთი კონცეფცია, რომ აი ეს გაიყვანოს ბოლომდე და თუ ჩვენ ამას ასეთი თვალით ვუყურებთ, ხო, ბუნებრივია ჩვენი ქცევაც არის აი ამ აღქმის ადეკვატური. ამიტომ ჩვენს აღქმას კი არ მოსმინოთ ბავშვს. ბავშვს ვუყუროთ და აი სწორება მოვახდინოთ იმ ემოციურ გზავნილებზე, რასაც რეალურად ისინი გვეუბნებიან სიყვარულით, მოთმინებით და იმ შეგნებით და გაგებით, რომ მე შენს გვერდით ვარ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან სასიამოვნო იყო, ძალიან დიდი ინფორმაცია მივიღე, ესე ვთქვათ, მთავარია გვიყვარდეს ერთმანეთს უთხრათ მიყვარხარ, ვიყოთ მშვიდად, დავარეგულიროთ მკოება, დავარეგულიროთ ცილი და აუცილებლად ყველაფერი გამოგო. ჩვენი სტუმარი არის ეკა ჩემია, ფსიქოთერაპევტი, გადაცემის სპონსორი არის მილიმ პარასი, ჯანსაღი ბურღულეული ფინეთიდან. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი დედების პოდკასტი, დაგვილაიქეთ ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარები. ნახვამდის.